და ესე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა მე ვარ ნონა რუაძე, 14 წელია უკვე ემიგრანტი ვარ და ვცხოვრობ ბელგიაში ჩემს ოჯახთან ერთად. დღეს ვიმყოფებით ჩვენ ბრიუსელის ქართულ ეკლესიაში. ეს ულამაზესი, უზარმაზარი შენობა ბელგიამ გადმოგვცა ჩვენ 100 წლით ჩვენს მმართველობაშია და შეგვიძლია ყოველკვირა მოვიდეთ და აქ ჩვენ ვეზიაროთ უფლის სისხლსა და ხორცს. საშუალება გვაქვს რომ ჩვენმა შვილებმა ქართულ სკოლაში იარონ, საკვირაო სკოლაში ყავს განასარევი მასწავლებლები, გვაქვს ქართული ცეკვის და სიმღერის სტუდიები და ყველა შესაძლებლობა გვაქვს რომ ჩვენ თავი ვიბრძნოთ ქართულ გარემოში. როდესაც ორი რელიგია დასავლურ სამყაროში ხვდება ერთმანეთს, ეს ყოველთვის ხდება დისკუსიის და დიალოგის დონეზე და არასდროს არ შედის რაღაცა კამათში და მტკიცებაში, რომ რაღაცა ჩემი რელიგია უფრო მართალია და შენი რელიგია ნაკლებად მართალია. მე ვარ ალექსანდრე გაბუნია, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარი. ხო, ლუვენი არის რაღაცა ფაქტობრივად ცენტრი არის რელიგიის კვლევების. ყველას ეძლევა საშუალება, რომ თავის რელიგიაზე, თავის ტრადიციაზე, თავის რაღაცა კონფესიაზე გააკეთოს ესეთი ფუნდამენტური კვლევა, მათ შორის ვართ ქართველებიც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც საკმაოდ მყარად არის წარმოდგენილი ბელგიაში, იმიტომ რომ ფინანსდება ოფიციალურად ბელგიის სახელმწიფოსგან. სტრუქტურა არის შემდეგნაირი. ბელგია აღიარებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ანუ ის აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება ბელგიაზე და აქ არის ეპისკოპოსი ათენაგორა. ისმის ხოლმე ეს, რომ დასავლური სამყარო თითქოს პატარა ქვეყნებს, პატარა ტრადიციებს ართმევს იდენტობას, ამ დროს ხდება რადიკალურად საპირისპირო კავშირის შენარჩუნება საკუთარ ტრადიციასთან და საკუთარ რწმენასთან არის პირიქით წახალისებული, ასე ვთქვათ, და მხარდაჭერილი ევროპული სახელმწიფოების და ევროპული ცივილიზაციის მიერ. ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი, რომელიც რაღაცა 90-იან წლებში ან 2000-იან წლებში წამოვიდა ემიგრაციაში, აქ ნახულობს რაღაცა გარკვეულ შვებას, რომ კონტაქტს საკუთარ სამშობლოსა და საკუთარ ტრადიციასთან. ბელგიის დიდი დამსახურებაა, რომ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა, თავიანთი რელიგია, თავიანთი აღსარებლობა. არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ერის წარმომადგენელს აქვს იმის საშუალება, რომ თავის ენაზე ილოცოს და თავისი ეკლესია ჰქონდეს. მართლა ძალიან წმიდად მიაჩნიათ ეს რელიგიური დღესასწაულები. ეს გავლენას ახდენს ჩვენზეც, რომ უფრო მეტად დავახლოვდეთ ჩვენს ხალხთან. მე ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე, რომ მეც მინდა ისე, რომ სადაც არ უნდა ვიყო შობას ჩემთვისაც ტრადიციად დავამკვიდრო, რომ ჩემი ოჯახის წევრები ერთად შევიკრიბოთ. ძალიან მომეწონა მე ეს ტრადიცია. ადამიანი სადაც არის, ყველგან თვითონ ირჩევს თავის გზას. მე ეს გზა ავირჩიე, რომ მე ჩემი ქართველების ერთად ყოფნა მინდა და მადლობა ჩვენს მეუფეს, რომ ჩვენს მეუფის სიყვარულში ვართ ასე გაერთიანებული უფლის სახელით. მე ქართველი ვარ, სადაც უნდა წავიდე ქართველი ვარ და ამის საშუალება რომ მაქვს, მე ამითი ვარ ბედნიერი. დასავლური ღირებულება არის ადამიანზე ორიენტირებული ღირებულება. ჯერ არის ადამიანი და მერე მოდის სახელმწიფო, რელიგია და ყველაფერი სხვა.
თუ შენ ამას თუ ეს გასიგრძეგანებული გაქვს რომ ჯერ არის ადამიანი, მაშინ შენ ბუნებრივია მხარი უნდა დაუჭირო და გაიაზრო იმ ადამიანის საჭიროებაც, ტრადიციაც, მისი ინტერესიც, მისი რელიგიაც, მისი იდენტობაც და პატივი უნდა იმას ისეც ის როგორიც არის. შესაბამისად ეს არის დასავლური ღირებულების მთელი დიდებულება, ასე ვთქვათ, დგას იმაზე, რომ ის აღიარებს ადამიანს. მისთვის ერთი ადამიანი არის ღირებულება და შეიძლება ერთი ადამიანი რო იყოს აქ მხოლოდ მართლმადიდებელი, სახელმწიფო მას დაუჭერს მხარს, რომ ეს ერთი მართლმადიდებელი, ამ ერთმა მართლმადიდებელმა შეასრულოს ყველა ეს საჭირო ტრადიცია, რაც მას სჭირდება და ისი სურვილიც მას აქვს. მე მყავს მეგობრები აქ, კათოლიკე მეგობრები, რომლებიც არიან ბელგიელები და მათი რელიგიურობა. არასდროს არ ტოვებენ არც ერთ რელიგიურ დღესასწაულს და აღნიშნავენ ოჯახურად. ხდება ნათესავების ოჯახების მეგობრების შეკრება. ხშირ შემთხვევაში სავსე არის ხოლმე კვირას ეკლესია. მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია მისი რელიგიური გრძნობა, მისი იდენტობა, რომ მას უჩნდება სურვილი, რომ შენს რელიგიურ იდენტობას დაუჭიროს მხარი და ასე ვთქვათ პატივის ეს ახლა ვდგავართ ბრიუსელის საკათედრო ტაძრის წინ. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უძველესი ეკლესია. აგებულია 1340 წელს. აღდგომა შობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ვფიქრობ, თქვენთვის აღდგომა ერთი კვირის შემდეგ არის, ხო? პირადად მე გერმანელი ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღდგომის აღნიშვნა. ამ დღეს იესო აღდგა. In a way because Jesus stood up again. ჩემთვის ეს ნიშნავს ოჯახთან ერთად ყოფნას, ბედნიერებას და იმედს, რომ მშვიდობა მალე მოვა ყველასთვის. ვფიქრობ, ასევე არის განსხვავებულობის მიღება. მნიშვნელოვანია მივიღოთ ის, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც განსხვავებულად ფიქრობენ. ეს არის ღირებულებები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიაში გვხვდება. ეს ნიშნავს პატივისცემას განსხვავებულის მიმართ, რომ შეიძლება ადამიანები განსხვავებულად ფიქრობდნენ ან ცხოვრობდნენ. მე უბრალოდ ვცდილობ პატივივცე ყველა შეხედულებებს და რწმენას და მშვიდად ვიცხოვრო ჩემი რწმენით. პატივცემ ეკლესიას შევდივარ, პატივს მივაგებ და ეს არის. ვფიქრობ, ყველას უნდა სწამდეს რაღაცის. აღდგომა ზოგიერთი ადამიანისთვის სევდის მომგვრელია, ზოგისთვის კი სიხარულის. მე კათოლიკე ვარ და დღეს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ჩვენ ბრიუსელში მოგზაურობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აღდგომისთვის ზიარებაზე მოსვლა. მეგობრობა, სიყვარული და მშვიდობა მნიშვნელოვანი ღირებულებებია. ქრისტე უნივერსალურია ყველა ჩვენგანისთვის. მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა და მშვიდობისკენ სწრაფვა. ასეთ დღეებში ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, რადგან ადრე ყოველთვის ერთად ვიკრიბებოდით. ყველა ადამიანი განსხვავებულია. რელიგიები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ თითოეული მათგანი პატივისცემას იმსახურებს ისეთი, როგორიც არის. მე ამის მტკიცედ მჯერა და ამისთვის ვიბრძვი. ყველა ადამიანი პატივისცემას იმსახურებს. მნიშვნელობა არ აქვს თეთრი ხარ თუ შავი, კაცი თუ ქალი, ან რომელ ღმერთს ეთაყვანები. ეს არის ჩემი შეხედულება ამ საკითხზე. ჩვენ რელიგიურები არ ვართ, მაგრამ აღდგომას პატივსცემთ მისი ღრმა მნიშვნელობის გამო. ქრისტიანული რელიგია არის ფაქტობრივად ფუნდამენტი დასავლური ცნობიერების. შესაბამისად, ვისაც ეს გააზრებული აქვს, ის ბუნებრივია იყურება წმინდა წყლის ქრისტიანული პერსპექტივიდან. ქრისტიანული პერსპექტივა არის ის, რომ შენ რო ხარ განსხვავებული, მე უნდა მქონდეს უმაღლესი ასე ვთქვათ უნარი იმისა, რომ შენი განსხვავებულობა მივიღო. თუ ოდესმე საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს, ანუ ქართული იდენტობა იქნება ბევრად უფრო დაცული, ვიდრე არის ახლა. ანუ ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო იმისთვის, რომ შენი ტრადიცია, რელიგია და იდენტობა იყოს მყარი და იყოს დაცული. ეს არის მათთვის ფუნდამენტური ღირებულება. და მათ შორის ის, რომ თითოეული მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ქონდეს განსხვავებული შეხედულება რაღაცა სხვადასხვა საკითხზე, მისი უფლება იყოს დაცული. ეს არის პირველ რიგში ქრისტიანული პერსპექტივა, რომელ პერსპექტივაზეც არის დაშენებული ზოგადად დასავლური ცივილიზაცია და რაზეც დგას ევროკავშირი და ის ქვეყნები, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ მოგწონს ყოფნა და სიარული, თუნდაც ტურისტებად.